ჩვენი გადაცემა კი გრძელდება, ფინალური ნაწილი დაგვრჩა და უნდა გითხრათ, აი გამოვტყდე ჩემ და სამარცხვინოთ, მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ უკვე ახალგაზრდა და პატარა ბიჭი, არ ყოფილვარ თუშეთში. ალბათ იმიტომ, რომ მთელი ჩემი ახალგაზრდობა და ბავშვობა ადგებოდა თუ არა ზაფხული, აუცილებლად სვანეთში მივდიოდი და აი ვიყავი მთელი ზაფხული და აი ესე მე სახილში ასე დავრჩი თუშეთის გარეშე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ მე მარტო არ ვარ ასეთი და სწორედ ისი, ვისაც ძალიან აინტერესებს დღეს როგორია თუშეთი, ომალო და ის გზაც სხვათა შორის, რომლის გამოც ძალიან ბევრი თავს იკავებდა ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, ძალიან კარგია, მაგრამ იმ გზაზე როგორ წავალ ამბობდნენ, იმიტომ რომ მართლაც საფათო გზა იყო, მაგრამ დღეს როგორია ეს ყველაფერი და საერთოდ რა ხდება დღეს თუშეთში, ჩვენი პირველი არხის გადამღები ჯგუფი და ავტორი ამ ფილმისა, რომელმაც ფილმ რეპორტაჟისა, მოდი ასე ვთქვათ, რეპორტაჟი თუშეთიდან, ვასილ მაღლაფერიძე არის დღეს ჩვენი სტუმარი, რომელიც უფრო კარგად გვიამბობს იმის თაობაზე, თუ რა ხდება, რა ნახა თუშეთში და რამდენად მიმზიდველია დღეს ის და რამდენად მიმზიდველი არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ რაც მთავარია ჩვენთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და ადგილობრივი მკვიდრებს. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან. აბა რა, ერთი-ორი ჯიპიტაურის თუ რა ქვია არაკის თალების შემდეგ. სხვათა შორის მე უცებ უნდა მოვყვე, აი ესე დავდექი, სტუდენტი ვარ. შენ იყავი, ხო? გადავირიე და აი ესე ვდგავარ და დავიწყე, თან ხა როგორი ექოა, ხო და დავიწყე რა მასია თუში და გამოვიდა ბაბო. რომელი იყავითო? ისე და მეში და მოხუცი შავებში ესეთი პატარა ქალი და მე მეთქი და შამოიო მითხრა და გამოიტანა ეს პატარა გარმონიკა და დაჯდა ასე მოირთხა ფეხი დაჯდა დამიჯექი გვერდზე და მაგარია ისტორია მასწავლდა არასწორად მე ხა თბილისურად აქ ნასწავლი ისე და დამიჯდა და აი ეს ჩახვევები, რომელსაც დღეს ვცდილობ ხოლმე, როცა წავიმღერეთ, გავაკეთოს ამბებულს ნასწავლი. აბა, როგორი იყო მოგზაურობა და ეს რატომ მოგინდა თუშეთზე? ხო. საუბარი. ნუ პირველი ავიწყოთ, ეს ფილმი დოკუმენტური არის, არ არის, მაგრამ 10-15 წლის შემდეგ გახდება ეს დოკუმენტური, იმიტომ რომ ეს არის შარშანდელი აგვისტო დაფიქსირებული ის სადაც ჩვენ ვნახეთ. თუშეთი რატომ მოგვიდა? თუშეთი მოგვიდა რომ ერთი თავისთავად არ ვიშტორო და მეორე ახლა გოგამ თქვა რომ ნამყოფი არა ვარ და იქ რამოდენიმე სასტუმროს ფლობელმა მითხრა და რომ უკვე წელსო აი შაშანზე მითხრა წელსო ქართველები მეტი იყვნენ ვიდრე უცხოელი. ძალიან კარგია. პირველად. ხო და მე ეს გამოვხდა ნახე რომ ბესვაინშიც რო დავდივარ ჩვენ ხარ გვიწევდა და იქაც ეს უცხოელები ძალიან კარგია, მაგრამ აქ ნახვის ამბავია. ეხლა თუშეთის ამბავი იყო ის რომ თუშეთი ლეგენდად რჩებოდა, იმიტომ რომ ახლა ჩემ ახალგაზრდობაში მაგალითად ეს იყო ფეხთან დაკავშირებული მთლიანად, იმიტომ რომ მანქანაც საბარგო ვერადიოდა ბოლომდე და ფეხით უნდა გევლოდა იმ სოფლიდან ახლა რასაც დადიხარ. ეხლა თავიდანვე გეტყვით რაც გაინტერესებთ გზაზე რომ ეს არ ჩანს ეს ეთერში ეს ხო და ახლა აქ რა სოფლები და ისინი ნახავთ ხო და გზაზე რეკლამა ჩაუმართვით და გინდა იმათ მოკლედ არ ვიცი დიკლოა თუ შენა ხო და სმარტი რო არის პატარა მანქანა აი სათამაშოს რო გავს ის ადის ხო ყველა სმარტი თუ არ გეტყვით მაგრამ ხო ჩვენ კი ვართ ამ დიდი მანქანით პრაქტიკულად ყველგან ზაფხულში გზა რო გაიწმინდება ჩვეულებრივი მანქანა ადის ჩვეულებრივი მანქანი თავისუფლად ყველგან მივა გზა შარშან ძალიან მაგარი მუშაობა მიდიოდა და გაფართოებული გზა და ისეთია რომ ადამიანი დაუყოლეს სიფრთხილე გინდა მაგრამ კარგი გზა არის რა შეიძლება ითქვას რომ ნახეთ და ახვედით აი იმის გამო რაზედაც ახლა საუბრობდით რომ ქართველების ნაკადიც უცხოელებით ჩადიან მოსახლეობა ბრუნდება თუ ეხლა მან როგორ არის ეს ვიდა გითხარ აი ეს ჩვენება რა აი ამის ჩვენება გვინდოდა როგორი ინფრასტრუქტურა ეხლა ჩვენ მანამდე საუბრობდით ხო ლიზაც მეკითხებოდა სასტუმრო როგორი გინდა არის ძვირფასიც არის საშუალო ფასიანიც არის დაბალსეგმენტიანი ნებისმიერი თვალით არის ბევრი არის არა მარტო ომალოში არამედ პრაქტიკულად ყველა სოფელში მე თალუყურე არიან ბუკინგით არის შეგაჩა გახარდება ახლა იქ
ახალ ფილმში ახალგაზრდები მუშაობენ, ხე დაბრუნდება როგორ არის ზამთარში. ხო, მაგას რჩება იქ ეს ზამთარში აი ეს უღელტეხილს ახლა კაჩვედებთ იქ ბუნებრივი პირობების გამო არც ვიცი ხა ზამთარში ვერ არა მანქანა იქ ვერაზოს ვერ გადავა ამ სიტუაციაში ხო და მაგრამ ადიან და სახლებს ანახლებენ, სოფლები თავიდან სიცოცხლეს იწყებენ, აქედან ასე ვთქვათ, მოკლედ იქ დუხს რა რო იტყვიან. ალბათ სახლებში ცდილობენ, ხო ეს რაღაც სახლებში, სახლის ასტუმროები თუ როგორ ხოსტები, მაგრამ ძალიან ისეთი გემოვნებით, ძალიან კომფორტულად, ხო გედებით სხვადასხვა ამის ამბავია და ძალიან ხდება ბევრი ახალგაზრდა, აი იქაური დაბრუნებული თავის პაპა გაგიხარდებოდა 16 წლის გოგონა და პირიქით უნდა ბებიამისი ამბობდა და აი და ანიქ მასპინძლობდა იქაურობას და მისვლა მოსვლა და ძალიან ჩაბული არიან ესეთ შრომის შენაქოში იყო ხო თორცები ხო და ისეთია რა ადამიანები და ეს აქ უკვე მარტო ეს კი არ არის აი დასვენებითი ადიან უკვე შეგიძლიათ ერთი კვირით წახვიდე ორი კვირით წახვიდე როდესაც არის ინფრასტრუქტურა უკვე შეიძლება რომ დაისვენ. იქ არის ძალიან არიან ადაპტირებული ბზის ბატარეები, ელემენტები, ну ცხელი წყალი ეს პრობლემა არ არის ესე აბსოლუტურად და ხალხი ну როგორც ახლა საქართველოში ვარა, ну ძალიან სტუმართ მოყვარს სხვა შორის რო გითხრათ რაღაც ლეგენდები დადის ხოლმე ცელდება ხმე არ ჭირდებოდა ეს ლეგენდები კი მყავს იქ ხმობელების მაგრამ რაღაც ასაული ფარაფერი ეგეთი არ არის ზეთყვებიან აპირიქით ასეთი და ну კობიკურიც არის ახლა ხახაბოში ვართ ახლა და ხახაბოა ხო კი და ხახაბო ხსორეც არის არაგერიო და აი ხახაბოში გამახსენდა და შევედით თუ არა და უძან ყავადალიეთო პირდაპირ ეს რო შევედით და ესეთი ბებია ხო აი ნუ აი ახლა ეგ მინდოდა მეკითხა დაქრიან კიდე თუ არა ცხენებით თქო, იმიტომ რომ მე აი ამ სტუდენტობის ერთ-ერთი ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ბიჭები სულ მე არ მინდა ხა წინასწარ თქვა ვიც დახავს აქ არის ერთი საოცარი ქალბატონია ჩაწერილი ყავს და ისაო გვეყვება და როგორ არის ეხლა კიდე რა უჭირსო და რა უჭირსა იყო ვერ გაივლიდი რა იმდენი ხალხი იყო და ერთი უცხოელი იყო მგონი ხო და აი ამ სოფელში ხო და ერთი უცხოელი იყო გუშინო და ადგილი უძლის ვიპოვეთო რა რომ ამე გაეთიაო მოკლედ ესეთი ამბავია თან მოგეწოება ის კაპიტალურად რო შენდება რა უკვე ესე ვთქვა ბუნებრივია იქ არის ამ თეთიკურობას ხო ინარჩუნებს ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს რა არის იმიტომ რომ ეს უმალქე პრობლემა რომ იგივე სვანთან მიმართებაში ხო არ ვკარგავთ რაღაცა იმ ავთენტიკურსაც ყველაზე მიმზიდველი აი ამ ურბანიზაცია და ნუ ხო თანამედროვე ტექნიკის თანამედროვე სახლების და ასე შემდეგ ესე იგი ხელი დაგანახა ეგ არის რთული და გძელი თემა მაგრამ იგივეა თქვა და შორის სვანეთში ახლა თუ ჩვენ იქ არის წუხილები და ბევრი საუბარი ქონდა ამაზეც ეხლა დღევანდელი არ არის რომ აი ჩვენ იქ ტრადიციული საქმიანობა და რაღაცა ეს ბუნებრივია იწვევს თავის ფსიქოლოგიას და დამოკიდებულებას მაგრამ მეორე მხრივ სვანეთი თუ შეიტო ჩვენ კუთხეები იმიტომაც არის მნიშვნელოვანი ადამიანის საუკუნეების განმავლობაში რომ ცხოვრობდა ის ცხოვრების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე და დროის მოთხოვნებიდან იცვლიდა თავის იმასაც ეხლა დღეს რომ შენ იმ ვითარებას მოითხოვო ავთენტურობა ამან შეიძლება უფრო მეტად ის გამოიწვიოს და მესტიაში მაგალითად ამ ტურიზმის განვითარებამ ახალი სიცოცხლე შტაბერა თქვა შეგახსოვს ახლა იგივე ჩემი სოფელი ბეჩო მესტიაში ახ ბეჩო კარტოფილი და თქვა საქმიანობა იყო ეხლა არის სასტუმროზეა ესე თქვა მოდებული და თუ აი ეს არის საზღვარი ხო და ასევე თუშეთშიც ახლა რო გითხრათ ხა იმდენი ძეგლების შენარჩუნა ხო მინდაროს ხო ეს თქვენ აჩვენთ ამ ფილმშიც იყო ფრაგმენტები ამ ანონსში ცოტა ამას მეგეთქვით რომ ამ ძეგლებს აი მით უმეტეს ეს ხალხი რო არის საკურველია ხელისშევლებაც უნდა ადგენაც უნდა აქ არის სამუშაოების სხვა შორის ხევშიც არის სვანეთშიც ეს პრობლემა როგორ უნდა იქნას ეს დაცული რომ გარემო არ დაზიანდეს იმიტომ რომ ამ ჩვენ წინაპრებს რაღაცა ბუნებითი ნიჭი ქონდათ ამ სილამაზის კეთების და ეს თუ ჩვენ დავამახინჯეთ ჩვენთავა მაშინ ეს დაკარგავს კი მარტო ბუნება ეს ბუნება არის საინტერესო და როგორ არის არქიტექტურა შერწყმული ამასთან და როგორც კი შენ აი დიდზე კი არ არის როგორც კი მოინდომებ რომ რაღაცაერად დღეს გამოიყები აი ზოგჯერ არის ხოლმე ადგილები
აქაც და სვანეთშიც და იმას რომ კამე ფოტოს გადაღებ ვეღარ იღებ, აი რაღაცა გიშლის ხელს და არის ეს სიამდვილეში ძალიან აზიანებს ავგარემოს, მაგრამ დაგეკრა რომ უყურებთ აი ძალიან ისეთი. ეს არის იქ რასაკვირვად ახლა იქ აღსადგენია გირევში არის, არის, მაგრამ რაც უფრო მაგრამ ის გზა რომ ესე კეთდება, ისეთი კაპიტალური გზა კეთდება. პირველად რომ მიდიოდით გზაზე ერთი ახლა მაგის გამოცდილება მაგდა ერთი ექსკავატორი იყო და ორი მე არის უზარმაზარი რაოდენობის ტექნიკა მუშაობდა ალბათ წელსაც გაგრძელებს მუშაობას ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო შედის მთელი თავისი შესაძლებლობებით და ინფრასტრუქტურით ხო ინტერნეტი ხო აი ფილმში არის ერთი კურიოზი კი არა კარგი ამბავია და ხახაბოსკენ მივდივარ სოფელი აი ხლა სოფლის პირდაპირ არის ხახაბო არის სოფელი ისე ვგეუბნებით ხე სულ ხახაბოში არ აგერიო და შეხვდა კაი კაცი წრებში და უმალოდან ვარ გამორეკილი ცხვრის ფარა ყავს გავილაპარაკეთ გავაჩერეთ მანქანა და ინტერნეტი იჭერს ხო და კიო კაცო ინტერნეტი აქ ყველგან იჭერსო მაგრამ აი მთაზეო წუხილით ვითხრა TikTok არ იჭერსო TikTok არ იჭერს ხო არა ნახე უკვე ეს მივიდა და კი ბევრი ვიცინეთ არა ეს არის რეალობა ხო და პრაქტიკულად რო გითხრათ თუშეთში აი გარი ალაგ-ალაგ თუ მონახავ რომ TikTok არ იჭერს ალბათ წელსაც ეგეც ამბავია ეგეც დღეს უკვე შეიძლება გავიცინოთ ეს აი გირევია. არა, თუნდაც იმისათვის რომ ტურისტი ჩავიდეს, რომელიც დღეს ამით ცხოვრობს, იგივე ახალგაზრდა, ეს მნიშვნელოვანია, მსაჯკი სასაცილო კი არა, ეს მნიშვნელოვანი არა, იმიტომ გითხარით, აი სასტუმრო როგორი გინდა, რა გინდა, ამბავი რასაკვირველია და ეს არის ყველანაირად უნდა შეუქმნა ის გარემო, რომელ გარემოშიც ის ძალიან კომფორტულად ხო და ამიტომაც პირველი რა არის, რომ ეს არის ხა ვიღაცის ტურიზმია, მაგრამ შენ ქვეყანაში ტურისტი მაინც არ მინდა დავარქვა და შენი ქვეყანა უნდა იცოდე და ნანახი უნდა ქონდეს და მოკლედ იქ ესე ვთქვათ ცხოვრება მიმდინარეობს ძალიან აქტიურად და ანუ ამ ფილმში რეალურად ვნახულობთ რომ არის კარგი გზა რომ სასტუმროა რომ ლამაზი ბუნებაა თუ იმ ადამიანებს კონტაქტებით და იმათ ამბავს ვიგებთ როგორ აი ესე იგი არის როგორ იცulis არ ვიდა თქვა ჰარმონიულად გადადის ახალ სამეურნეო ამბავზე აი მაგალითად იქ არის მასწავლებელი ქალბატონი აგერ ხახაბოში ისე ვეუბნების ასტუმრო გახსნა იქ არიან ეს არის თან ძალიან ისეთი ხალხია თუ შეიძლება ყოჩაღი და ნიჭიერი და საერთოდ ტრადიციულად გამაცადია რომ იტყვიან იმიტომ რომ სიარულში და გზაში ესენი სულ სობის მოყვარები და ინტერესით უყურებდნენ საერთოდ ჩაკეტილი არ იყო თუშეთი კი იყო ჩაკეტილი თუშები არ იყო ჩაკეტილი და ეს დიდი მისვლა-მოსვლა ეს მათ ზდენდა მათ ნიჭიერებას დიდ გამოცდილებას და ცოდნასაც ზენდა ხო და ეს აი ახალი ამ ენერგიით არიან ამაზე მიმდგარება და ხეთესურ კავშირი აქვს იცით ახლა ძირითადად ეს ორი ზემოქვეულვანი არის აი სხვა წელს ვფიქრობთ რომ აი შაშან უბრალოდ ამენდი ფუჭდებოდა და ჩვენს ბოლოს ვიყავით და აი ხლა ვფიქრობთ აი თუ მოვაბით თავი რომ წოვა თუშეთიც გადავიღოთ ეს ერთი ნაწილია გადაღებული თუშეთის და მეორე ნაწილი ხოლმე ამას სხვა მნიშვნელობაც აქვს გავადრო და უნდა სულ ეს ფიქსირდებოდეს ახლა ჩვენ. და ბოლოს დოკუმენტია. გაგრძელდება საქართველოს კუთხეების რეპორტაჟები ისევ ამ სერიით თუ მხოლოდ თუშეთით შემოვიფარგლებით? არა, შემოვიფარგლებით, თუ ეს არის გავაგრძელებთ და ეს ერთ-ერთი ეს დოკუმენტიზაცია სხვა შორის აი ახლა სოფლებს ვაჩვენებ ჩვენ და რას უყურებ, იცი რომ მიადგები სოფელს, აი აშკარად ეთქვა რაღაც პერიოდი იყო მიტოვებული კიდევ გეუბნებიან და უკვე ბრუნდებიან აი ხლა სოფელს ამას დამავიწყდა ხახაბომდე ეს სოფელი და მე ვედაგეხმართ არ ვიდარვან ამბობში და უკვე იქ დიდი რაღაცა შენდება იქ ატანელი ქონდა მასალა უკვე იქ ნახავთ რომ ბეტონის ქარხანა მუშაობს ანუ იქ ამბები იწყება ბეტონის ქარხანა იმისათვის რომ იქ ხო აი სასტუმროს უყურებს იქიდან არის იქ ანუ ტურიზმის გარდა კიდე სხვა ტიპის წარმოებები ხდება როგორც იცი თუ შევა იქ და ფუძეთექს თავიდან ამბავი დაიწყება იქნება ყველაფერს მოიტანს ახლა ეს ამბავი და მე ვნახოთ მე ხო იქ არის
თუშეთში ხომ იქ იყო აეროპორტი თვითონავიც კი ჩდებოდა იქ თვითონ უმალოში და მე ალბათ შეიძლება ზამთარში ახლა მაგის ის არ არის ფიქრი და ესეთი სხვა შორის კი შეიძლება საბაგიროებიც აი საბაგიროებზე ვიფიქრე მეც საბაგიროები ბოლო იქ არის ერთი დარჩენილი ბეტონის ისა იქ საბაგიროს არ უშავია რამდენად ვიცი მაგრამ იდეა ქონდათ ჯერ კიდევ კომუნისტების დროსთან ხო გეტყვი აი თუ ეს შევა და ეს ენერგიით არის ნამდვილად ეკუში რაც ნახეს უში კი არა შაშარაც ნახეთ სახელმწიფო ძალიან ენერგიულად არის ასე ვთქვათ შესული მუშაობა გადის ეს ნიშნავს რომ ეს ყველაფერი ეს კიდე ახალი თემა არის საბაგიროების თემა ობალოდან ესე იგი რამოდენიმე სოფელს ეს იქნება ძალიან კარგი რა თქმა უნდა მიწდები და ასე შემდეგ მაგრამ ეს ახალგაზრდებმა არ უნდა დაკარგონ ხა სასტუმრო დრო ჩვენ დავდიოდით კარავს და ხო რა ეგ არის რა თავისი მადლია თუმცა ახალგაზრდების ხა ეგ უნდა მეკითხა ზუსტად ჩვენ ახალგაზრდობაში იყო კარავი და ფოტოში სექტურიზმით ძალიან გავრცელებული და ძალიან მოთხოვნადი ხო მე უნდა გითხრათ რომ ეს შეხვდნენ და ეს ბევრი შეხვდა და ჩემი და გამომდინარე ახალგაზრდობიდან და ბევრი ბიბლიას უმაინტერესებდა და მან მარშრუტები არის საფეხმავლო მარშრუტები კიდე ცალკე და ხევსურეთიდან გადმოდიან აქედან გადადიან ხევსურეთში ერთი დღის ავალია ფშავში გადადიან და მოკლედ ეს ამბავი მოკლედ შვიდობა იყოს და ჩვენ ამ ამბავს ეხლა ესეც უნდა მეტყვი ამ გადმოდისში რას ამბობენ ხევსურეთშიც არის ეს პროცესი ხევსურეთში აგერ გეტყვით ასაკურული არის ეს პროცესი აქეთაც არის ისინი რაც ამბობენ მე გეტყვით აგერ და არის ასაკურულია და ერთი საერთოდ არის აი როგორ გითხრათ გაცოცხლდა მთა და გაცოცხლდა მთა აი სვანეთში თქვენ არის მოკლედ ბესტეიდან გადადის გზა არ არის ასფალტით რო დადიან ხო და ეს თავთან და ბეჩოში ჩადიხარ ზემოდან აი უშპის ზედ უშპას მიადგები აი ესე უყურებ უშპას აი რო იტყვიან ხო და ესე იგი იფიქრებ რომ რუსთაველზე ხარ რა დადიან ისეთი რაოდენობის უცხოელი დადეს რა გვჭირდება ხა ჩვენ აი მაგალითად ნახე უცხოელი ხა რომ გითხრა შემწვა და ის მაგრამ მაგალითია პარკი ხონდა და ეს ვიდეოდა წინ ქალბატონი ალბათ ნუ ხალი და კაცი იყო და ცოლქვარი მეგობრები და ეს გოგო განუწყვეტლი ვიხრება და რაღაცას კრებს და ხო კი სვანეთ ხო და მივიდა სიგარეტის ნამწვავებს იღებდა და ამბავ ეს ძალიან გვიდა ეს არ ნიშნავს რომ მაგრამ ჩოღლ მაგრამ ძალიან გვიდა იქ რომ უყურებ და ამას რო აკეთებს რომ უყურებ აი ცოტა ძალიან გავაპიწყინოთ უნდა და ამბავი უნდა იყოს და ამ გზას გეტყვი ეს გზა ავა ნახავთ ახლა გაგიკურდება თუ სირთულეებით არის რაღაც სოფლიოს ერთ-ერთ გზაში შესული მაგრამ ეს უნდა ეს ალკოჰოლი არ ხდება არაფრით არა ეს არ არის ახუმარო ერთადერთი ამბავია რომელიც დანარჩენი აქ თუ ფრთხილად იქნება და მეც ასგებთ აი გამოუცდელი ბრძოლი ხშირად უფრო კიდევ ფრთხილად მიდის ფართო გზა არის მშვენიერი გზა არის ორი მანქანა ერთმანეთს აუქცევს გზას თავისუფლად მე ხო ახლა ბავშვი და საჭესთან და გზა ვიცი და ნახავთ აგრე ფილმშიც იქნება გზა არის რო იტყვიან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხო მაგრამ მოდის ვნახავთ ამ ფილმს ბოლოს და როგორც ვიცი 4 რიცხვში გადის 4-ში გადის ხო და სხვა შორის ადგილობრივი არა მაგრამ აი რაღაცნაირად გაილაღეს 1-2 ვნახეთ აქედან ჩასული რომელსაც გადაწყვიტა რომ აღენიშნა ეს ალკოჰოლი ეს არაფრით არ ხდება მაგზას და საერთოდ გზას არ ხდება არც ერთს და მათ შორის ხო მაგზას ძალიან დიდი მადლობა დიდი სიამოვნება ელოდებათ აი თავგადებით აი ბუკინგით მე არც უცებ აი ბუკინგით გეგმავენ ისე არის ერთი კვირით 2 დღით 3 დღით ტურები მე იქ არის აწყობილია ცხენების ტურებია იქ ერთხელ დაბალაკები მე გადადიხარ მაგარი ინფრასტრუქტურა ეს იგი აწყობილი პლუს გასტრონომიული ტურიზმი ასე შემდეგ იქ რაღაცა დროხი ჩამოყალიბდა უშური გასტრონომია გიდა თუ ყავა გიდა თუ ნავთვარი გიდა და ადამიანები არის ასე ვთქვათ არაჩვეულები არის სრულიად ექსკლუზიური და სრულიად ესე იგი საოცარი ძალიან დიდი მადლობა სანამ თუშეთში წავალთ ვიც არა ვართ ნამყოფი მანამდე აუცილებლად გარკვეულ გზამკვლევად გვექნება ეს ფილმი პირველ არხზე 4-ში უყურეთ აუცილებლად იმიტომ რომ მეც ძალიან მაინტერესებს გზაც კვალით სახლიც ის მნიშვნელოვანესი ძეგლები რომელიც ძალიან ვურჩევ ყველას რომ ჩემს თავსაც პირველ ყოვლისა რომ აუცილებლად ვნახოთ, შევინარჩუნოთ და რაც თავარია როგორც ბატონმა ვასმა თქვა, ის ხალხი გავიცნოთ, ვინც იქ დაგვხვდება, ის გულღი ადამიანები, რომლებიც გვიმასპინძლებენ. ასე რომ დავიცვათ ყველა თბილისიდან ახლა რომ მანქანა დაკოპო
ალბათ 1-6 საათში ჩახვალ ჩადიხარ. და ისედაც ტაქსებიც მოძრაობენ და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. მოკლედ დიდი მართლა ეს მადლობა. სანახავი ადგილია, გასაცნობი ადამიანები არიან და ეს ის არის, რაც მეტი არსად არ დაგხვდებათ. აი რო გედებათ თუში მეცხვარეში რო არის ალფში შენი სამშობლოა ბალღო რეონება რო გადააკეთებს. ეს არის ჩვენი სამშობლო. აი ჩვენი ეგ არის სამშობლო. ჩვენი ეგ არის. სამშობლო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს პარასკევს მედალიზე, ხვალ ჩვენი კოლეგები თქვენთან ერთად იმუშავებენ პირველის ნახევრიდან. ბედნიერად. ბედნიერად.